მოგესალმებით ყველას. პირდაპირ ეთერში გერთვებით საქართველოდან, თბილისის ქუჩებიდან. ერთი კვირა ინგლისში ვიყავი, ჩემი ოჯახი სახლში გაფრინდა, მე კი აქეთ საქართველოში წამოვედი. ერთი კვირით ვაპირებ დარჩენას. უნდა გითხრათ, რაც აქამდე ვნახეთ ძალიან მომწონს. როგორც ხედავთ, შობის სულისკვეთება ჯერ კიდევ იგრძნობა. ყველაფერი მორთულია. ქართველები ძალიან მეგობრული და ნამდვილი ხალხია. საკვები უბრალოდ ფანტასტიკურია. რა თქმა უნდა, ბევრი სტანდარტული თემაა, რაზეც შეიძლება ისაუბრო. ბევრ პოდკასტში უკვე აჯამებენ წელს, ისჩევენ წლის საუკეთესო ნოკაუტს, წლის მებრძოლს და ასე შემდეგ. რაც შეეხება წლის მებრძოლს, ამას მარტო იმიტომ არ ვამბობ, რომ ახლა საქართველოში ვარ, მაგრამ ჩემი არჩევანი მერაბ დვალიშვილია. დიახ, მან თავისი ბოლო ბრძოლა წააგო, ვიცით, მაგრამ ეს წლის განმავლობაში მისი მეოთხე სატიტულო ბრძოლა იყო. არ შეიძლება გვერდი აუარო იმას, რომ მან ტიტული მანამდე სამჯერ დაიცვა. მეოთხეში მართალია დამარცხდა, მაგრამ მაინც მოდით რეალობას შევხედოთ. უბრალოდ ამ ბეჭის დამოკიდებულება ნახეთ, როგორ გამოდის ბრძოლებზე, რა პერფორმანსებს დებს. შუგას შონომალი დაასაბმიტა. უმარ ნურმაგომედოვს მოუგო და პიოტრიანთან ცოტა დააგდა გამარჯვებამდე, მაგრამ ეს კაცი ოქტაგონზე მანიაკივით შედის, ასე რომ ჩემთვის წლის მებრძოლი სწორედ ის არის. ტომას პინაძეც ბევრს ლაპარაკობენ და იმაზე თუ რა ხდება მის თავს. ცოტა აქეთ-იქით ხტუნაობ თემებს შორის, იმიტომ რომ ახლა თბილისის ქუჩებში თავად გამზირზე მივაბიჯებ და აქაურობა ხალხითაა გატენილი. ყველა მე მიყურებს, ალბათ ფიქრობენ, ეს ვინ არისო, ვინ არის ეს გამოშტერებული, ქართულად რომ ალაპარაკობს და ამ პატარა მოწყობილობას ელაპარაკებაო. ხო, აჩკარად ეგ ტიპი ვარ. თუ ხედავთ, რომ კაცში ხტუნავ, იმიტომ რომ მართლა ხტუნავ, ერთი რამ უნდა გითხრათ, აქაური ტროტუარები მაინც და მაინც სწორი არაა. ხო ხვდებით? ბევრი ქვაფენილია, ზოგან ქვებია ამოშვერილი, მოკლედ ცალი თვალით აქ ნავიგაცია და სიარული, არც ისე ადვილი საქმეა. მოკლედ, ბევრი საუბარია იმაზე, თუ რა მოხდება მძიმე წონაში. ტომას პინას ოპერაცია სჭირდებოდა, თუ უკვე გაიკეთა, ზუსტად არ ვიცი, იქ რა სიტუაციაა. როგორც თქვა, თვალზე ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მეორეც დასჭირდებაო. ამაზე ახლახან ვიდეოს ჩავწერე, ალბათ ნახავდით, სადაც ვამბობ. თუ ასე მოხდა, როგორ ჩაატარებენ დროებით სატიტულო ბრძოლას მეთქი. და რა თქმა უნდა, თუ ამას გააკეთებენ, ეს უნდა იყოს ალექს პერეირას სილგანის წინააღმდეგ. აი, ეს იქნება დიდი ამბავი, ყველას ამის ნახვა უნდა. ეს სწორედ ის მომენტია, რომელიც UFC-ს უნდა, მით უმეტეს ამ ახალი Paramount-ის გადიგების ფონზე. პერეირას ეძლევა შანსი გახდეს პირველი მებრძოლი ისტორიაში, ვინც 3 წონის დივიზიონში მოიპოვა ჩემპიონობა. წარმოგიდგენიათ, რა ისტორია იქნება, რა კარიერა ექნება ალექს პერეირას. ხო და ამან დამაფიქრა, ვინ იქნებიან ჩემპიონები თითოეულ დივიზიონში წლის ბოლოსთვის. მოდი მივყვეთ. დავიწყოთ 125 ფუნტით. ამჟამად ჩემპიონი ალეხანდრო პანტოჟა იყო. ზოგიერთი თვლის, რომ აუცილებლად უნდა შემოვიდეს კომენტარებში და ნაგავი პოსტოს, თუ სახელს სწორად არ გამოვთქვა. ხო ხვდებით, რასაც გულისხმობ. მოკლედ, გამოითქმის ალეხანდრო, ასე რომ ასე დაუძახებ. ის იყო ჩემპიონი, მაგრამ კლავი მოიტეხა. ახლა ჯოშუა ვანია ჩემპიონი, თუმცა არ მგონია, რომ წლის ბოლომდე შეინარჩუნოს ტიტული. აჩკარა, რომ პანტოჟა დაბრუნდება და თავისას ეცდება. არ მინდა მისი გამარჯვება დავაკნინო, მაგრამ ვფიქრობ, პანტოჟა იმ ბრძოლას მოიგებდა, ისაც მოხდა, რომ არ მომხდარიყო. თუმცა ამ დივიზიონში კიდევ ერთი კაცია, მანელ კაპი. არჩევანი მანელ კაპიზე უნდა შევაჩერო. ეს ბიჭი ყველას ანოკაუტებს. კი მართალია ის პანტოჟასთან დამასწრა, უფრო სწორად პანტოჟა მოუგო, მაგრამ ჩვენ ყველანი ვიზრდებით, ვიხვეწებით და ვბერდებით. როგორც ჩემი პროგნოზით, 2026 წლის ბოლოს ჩემპიონი მანელ კაპი იქნება. ამას იმიტომად ვიძახი, რომ ახლა საქართველოში ვარ, მაგრამ მერაბ დვალიშვილი ახლახან დამასწრა პიოტრიანთან. არ ვიცი დანიშნავენ თუ არა ავტომატურ რევანშს, ან თავად თუ უნდა იანთან პირდაპირ ხელახლა დაპირისპირება. გონი თქვა, რომ სურს. მეტიც მგონი ამ ბრძოლაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ფიქრობ, ჯერ სხვა ვინმეს ეჭხუბება და მერე მერაბი დაბრუნდება, მიუხედავად იმის, რომ კაც დასვენება სჭირდება, ნუ ჩამოწეთ მას. და რადგან საქართველოში ვარ, არ მინდა თბილისელმა მებრძოლმა MMA-ის ფანებმა ალყაში მომაქციონ. იმიტომ რომ გეტყვით, აქ უამრავი MMA-ის მოყვარულია. ამ გასეირნებისას ჯერ არავის გაუჩერები ვარ, მაგრამ ცოტა ხნის წინ რომ გამოვედი, სადღაც 20 ჯერ მაინც გამაჩერეს. აქ ყველა გიждდება მერაბზე. მან პარასკევს თავის დაბადების დღეზე დამპატეჟა აქ თბილისში. მითხრა, UFC-დან ბევრი ხალხი იქნება. ნინა დრამაც მოდის, დიდი წვეულება იქნებაო. ასე რომ თუ სამუშაო გრაფიკმა ხელი შემიწყო, აუცილებლად მივალ. მოკლედ 135 ფუნტში ვფიქრობ, რომ მერაბი ტიტულს დაიბრუნებს.
კარგით, გადავიდეთ ქვემს უბუქ ზონაზე. ბევრისთვის ეს დივიზიონი ცოტა საკამათოა. როგორც იცით, დიეგო ლოპესი ალექსანდრ ვოლკანოვსკის ხვდება. უკვე ზედიზედ მეორედ, ხომ ასეა? სხვა ხალხიც არის აქ, ლერონ მორფი, მოვსარ ევდუევი. ოღ ნახეთ როგორ გამიარა გვერდზე, კი ნაღამ დამეჯახა. რა ფერადი ტანსაცმელიაცვია, მოიცათ, ნახოთ თუ შეძლო კამერის მოტრიალებას. ო არა, უკვე წავიდა. მოკლედ, არ მინდა ქუჩაში ხალხს შეუდაწყობა მივაყენო, ვინც ის იქნებ დანა აქვს. ან უბრალოდ გიჟი ქართველია. მოკლედ გავაგზელოთ. რაც არის, შეეგუეთ. უნდა მიიღოს თუ არა მოვსარმა შანსი, რადგან დაუმარცხებელია. წესით კი. ლერონ მორფი, ეს კაცი დაუმარცხებელია და ყველას უგებს, ვინც კი გზად გადაეყობა, მაგრამ ახლა ეს ბრძოლები არ ინიშნება. ხომ ხვდებით? სიმართლე გითხრათ, ამ წონებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან თავად მიმყავს ეს ბრძოლა და არაპროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან. ასე რომ ამას გამოვტოვებ. თუმცა ბევრი რეალური პრეტენდენტია. ვოლკი აღარ ახალგაზრდავდება, ეს ვიცით. თავადი კითხვა ესაა, ის დიეგო ლოპესთან წააგებს და ასრულებს კარიერას. თუ ასე მოხდა, რა კარიერა ექნებოდა? ვოლკის დიდი ფანი ვარ, ძალიან მიყვარს. 155 პუნქტი. ვინ არის ახლა ჩემპიონი 155-ში? მოიცათ, თვითმფრინავიდან ახალი ჩამოსული ვარ. ოხ, ილია თოფურია. მან რა ხდება? ახლა დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა გვაქვს. ჯასტინ გეიჯისა და პედი პიმბლეტს შორის, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება. კარგია რომ ახლა ხანს დავბრუნდი. ილია თოფურია კი ამჟამად თამაშგარე მდგომარეობაშია. მას გარკვეული სამართლებრივი პრობლემები აქვს ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით. მე ამ თემაში ჩართმავებას და ჭორაობას არ ვაპირებ. მან ყველა სთხოვა რომ სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ, მაგრამ ბევრი არხი და ვებსაიტი მაინც აგრძელებს ამაზე საუბარს და საერთოდ ასცემენ პატივს კაცის პირად ცხოვრებას. მოიცათ, კამერას მივატრიალებ. ნახეთ, რამდენი საქართველოს დროშაა აქ. ძალიან მაგარია. მათ უზომოდ უყვართ თავიანთი ქვეყანა. შეხედეთ ამ ხედებს. ხალხო, ულამაზესი ქვეყანა, საოცარი ადგილია. მოკლედ, ნახეთ რა ხდება. პირდაპირ გეტყვით, 155 ფუნტში ვერავის ვერ ხედავ ისეთს, ვინც ილია თოფურიას დაამასებს. უბრალოდ ვერ ხედავ ასეთ კაცს, ვერც პედი პიმბლეტი და ვერც ჯასტინ გეიჯი. ხო, კარგი, იქ არმან ცარუკიანიც არის, რომელიც ნამდვილად შავი ცხენია. ახლა პედი და ჯასტინი დროებითი ტიტულისთვის ხვდებიან ერთმანეთს. ეს საინტერესო ბრძოლაა, რადგან ჯასტინი უკეთესი მოკრივია და უკეთესი ჭიდაობა აქვს, თუმცა ჭიდაობას არასოდეს იყენებს. და რომც გამოიყენოს პედი პიმბლეტის მიწაზე გადაყვანა, ნამდვილად არ გენდომება. პედი გაცილებით ახალგაზრდა, ნაკლებად ნაბეგვია და სხეულიც ნაკლებად აქვს დაზიანებული. ამ ბრძოლაში მე უფრო პედი პიმბლეტისკენ ვიხრები, მაგრამ ვინ იქნება აბსოლუტური ჩემპიონი 2026 წლის ბოლოს? რა თქმა უნდა, თუ ილია მანამდე კრივში არ გადავიდა, როგორც თავად ამბობს ხოლმე. 2026-ში თოფურია ისევ ჩემპიონი იქნება. კი ყოველთვის შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ახალი ვარსკვლავი, მაგრამ არ მგონია რომ ეს ბრძოლა ჯერჯერობით რეალურად შედგეს. გადავიდეთ 170 ფუნტზე. ისლამ მახაჩევი, ის ახლა ნამდვილი მეფეა. უამრავი სერიოზული პრეტენდენტია, იან მაჩადოვგარი, რა თქმა უნდა, შავკატ რახმანოვიც. ის აუცილებლად დაბრუნდება. ოჰ, მგონი აქ რაღაც საპროტესტო აქციაა. რაღაც დემონსტრაციებია, თუ რაც ქვია. თუმცა ყველაფერი მშვიდობიანადაა. აქაც ბუნკერებია, ასარეულობა და ასაგრესია. აი, აგრესია კი ნამდვილად ბლომა და ქვესაშუალო ზონაში. მოდით დაუბრუნდეთ მაგ თემას. ისლამ მახაჩევი, მართლა არ მგონია რომ ვინმემ უახლოეს მომავალში მისი დამარცხება შეძლოს. მართლა ასე ვფიქრობ, ასე რომ მაგაზე შევთანხმდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქვესაშუალო ზონა ახლა ყველაზე გადატვირთული დივიზიონია, შემიძლია კიდევ 20 წუთი ვილაპარაკო იმაზე, ვის აქვს შანსი და რატომ შეიძლება ამა თუ იმ მებრძოლმა ისლამს მოუგოს. აი მაგალითად, მაიკ მორალესი, ის დაუმარცხებელი იყო, მაგრამ ახლა ხან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე აღარ არის. როგორც ჩანს, ტაპოლოჯიმ მის კარიერაში ყველაზე ადრეული ბრძოლა იპოვა, რომლის შესახებაც არავინ იცოდა და ოფიციალურად შეუცვალეს რეკორდი 18-ზე. მაგრამ ამის მიუხედავად დივიზიონი მაინც უძლიერესია. აქ არის კამარო უსმანიც. კიდევ ბევრი კარგი პრეტენდენტი, მაგრამ მე მაინც ისლამთან ვრჩები. გადავიდეთ 185 ფუნტზე, ჩემს ძველ დივიზიონზე. დღეს ტვიტერზე ერთი სურათი შემხვდა. იქ ეწერა, ვინ არის საუკეთესო მებრძოლი მათ შორის. AI-ის მიერ გენერირებული გამოსახულება იყო. მე, ანდერსონ სილვა, ხამზად ჩიმაევი, რიჩი ფრენკლინი, დენ ჰენდერსონი და მგონი ისარი ადესანიაც იყო. ყველანი ძველ მოდულ ტასაცმელში ვყავით გამოწყობილები და ერთად ვისყედით. კარგი კადრი იყო, საკმაოდ მაგარი. კითხვა ისაა, ვინ მოიგებდა მათ შორის? რა თქმა უნდა, ვიტყვი რომ მე. იმიტომ რომ დენ ჰენდერსონი დაუმასხე, მართალია მანაც მომიგვეთხენ, მაგრამ მაინც.
ანდერსონ სილვას დავამარცხე. შეიძლება თქვათ, რომ ის თავის ფორმაში აღარ იყო, მაგრამ რაც მე ვიყავი ფორმაში. ერთი დაწყებული თვალი რა მქონდა. მოკლედ ვიტყვი, რომ მე მოვიგებდი, მაგრამ ეს იმიტომ ვახცენე, რომ იმ სურათზე ხამზად ჩიმაევიც იყო და ის ახლა მოქმედი ჩემპიონია. ხამზად არარეალურია, დაუმარცხებელია, ის ყველა სჭიდაობით ანადგურებს. ვინ უნდა აჯობოს საშუალო წონაში? ენტონი ერნანდესი? არ ვიცი, შეძლებს თუ არა. შეძლო მისი გამძლეობის და გრეპლინგის წყალობით, მაგრამ ხამზად იმისთვის მაინც ძალიან რთული მეტოქე იქნება. ნასური ნიმამოვი, მიუხედავად იმისა, რომ ხამზადს მასთან ჩხუბი თითქოს და არ უნდა, რადგან საერთო ნაცნობები და მეგობრები ჰყავთ. ჩემი აზრით, ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, თუმცა მაინც არ მგონია მან ხამზადს მოუგოს. ეს კაცი მართლაც განსაკუთრებულია. აი შონ სტრიკლენდი კი რობერტ უიტეკერზე ლაპარაკობს, ამბობს მასთან ჩხუბი არ მინდაო, რადგან უიტეკერი იმ გოგოს გავს სწავლებაზე, რომელსაც მხოლოდ ღამის 3 საათზე თუ წაიყვან სახლში, იმიტომ რომ უკვე ყველამ გადაუარაო. სტრიკლენდისგან სასაცილო ნათქვამია, რა თქმა უნდა, მას ყოველთვის რაღაც გიჟური და გასათობი სათქმელი აქვს. მესმის მისი ლოგიკა, ვიტეკერმა უკვე ყველაფერი გამოიარა, საუკეთესო ებს ეჩხუბა, ყოფილი ჩემპიონია და მომავალი დიდების დარბაზის წევრი. მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ალბათ კარიერის ბოლოშია და მალე პენსიაზე ზგავა. შონმა ეს ყველაფერი უბრალოდ უფრო კომიკურად ჩამოაყალიბა. მოკლედ, ხამზად შემაევი არ მგონია ვინმე მალე მოუგოს, თუმცა აცის გონია რომ ხშირად იჭყუბოს. წერს ერთი გამარჯვება ან თუნდაც ერთი ბრძოლა თუ ვიხილეთ მისი შესრულებით, ეგეც ბედნიერება იქნება. იმედია მეტი მოხერხდება. უკვე თითქმის დავასრულეთ მეგობრებო. გადავიდეთ ნახევრად მძიმე წონაზე. ერთადერთი ადამიანი, ვინც პერეირას ამ წონაში ჯერა დაუმარცხებია, არის კარლოს ულბერგი. ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა შედგეს, მაგრამ საკითხავი ისაა, შედგება კი? აქ სიტუაცია ცოტათი რთულდება, რადგან როგორც ვიდეოს დასაწყისში ვთქვი, ტომას პინალის და მძიმე წონის გარშემო გაურკვევლობაა. პირდაპირ გეტყვით, პერეირასაც შეეხება ულბერგის სასარგებლო ბევრი არგუმენტი არსებობს. ის დიდია, ძლიერია, საოცარი სტრაიკერია, მაღალია. ახლა საუკეთესო ფორმაშია, ძალიან ტექნიკურია, აქვს სისწრაფე და დისტანციის გრძნობა. მოკლედ პერეირასთვის იოლი გასეირნება არ იქნება, მაგრამ იმის მერე რაც ანკალაივის დამართა პერეირამ 29 წამში, როდესაც დაანოკაუტა, პერეირას წინააღმდეგ წასვლა უბრალოდ შეუძლებელია. ასე რომ ჩემი პროგნოზი ნახევრად მძიმე წონაში ჩემპიონი ისევ პერეირა იქნება. ახლა კი გადავიდეთ მძიმე წონაზე. აი აქ კი ყველაფერი ძალიან საინტერესო ხდება. გინათ ფანბოი დამიძახეთ, ან რაც გნებავთ. ტომას პინაძე რო სავლაპარაკო, ბევრ რამეს მეძახიან ხოლმე. ტომს დიდი ხანი არ ველაპარაკები, ასე რომ ჩემი აზრი მხოლოდ სუფთა ანალიტიკას ეფუძნება და სხვა არაფერს. ფიქრობ ჩემპიონი ტომას პინალი იქნება. თუ სირილ განსა და ალექს ფერეირას შორის შედგება და პირისპირება, ამ წუთში მე ალბათ სირილ განს ავირჩევდი. უბრალოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ის უფრო დიდია, რაც არ უნდა მაგარი იყოს პერეირა, უნდა გახსოვდეთ, წონითი კატეგორიები მიზეზის გამო არსებობს. ის ისრაელ ადესანიამ დაანოკაუტა, ჩვენ კი ვნახეთ რა კარგად გამოიყურებოდა სირილი. სანამ ტომას პინას შეხვდებოდა, ასე რომ ვიტყოდი, რომ სირილი მოიგებდა, რადგან ეს სტილისტურად ორივესთვის შესაფერისი ბრძოლაა. მოკლედ, ბევრი სპეკულაცია, ბევრი საუბარი და თუ აქამდე მისმენით, მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ არხი, ზარის ღილაკიც გააქტიურებ და მსგავსი რაღაცები. როდის გიხდით, რომ ბოლო დროს კონტენტი ცოტა დავაგელი. როგორც თქვი, ინგლისში ვიყავი, დედაჩემთან ერთად დროს ვატარებდი და ვისვენებდი. UFC-ში ბრძოლები არ იმართებოდა, ასე რომ ბევრი არაფერი იყო სალაპარაკო, მაგრამ მოკლედ ვფიქრობ, ტომას პინალი ალბათ მაინც მოუგებს სირილ განს. აი თქვენ დიდი შოკი და სიურპრიზი, თუმცა სიმართლე გითხრათ, ახლა ისეთი თავდაჯერებული აღარ ვარ, როგორც ადრე. ადრე მეგონა რომ ტომი მარტივად წააქცევდა, გააკონტროლებდა და მახრჩობელად ან ტკივნეული დაასრულებდა. მაგრამ პირველ რაუნდში მისი წაქცევა ვერ შეძლო და რევანში, თუ ის საერთოდ შედგა, შეძლო სირილი უფრო თავდაჯერებული იყოს. იქნებ ტომი ცოტა ფრთხილობს კიდეც, იქნებ ცოტა ნერვიულობს თვალის ტრავმის გამო და ამ ოპერაციების გამო. ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი რამ ითქვა, ასე რომ ამ თემას აქ დავამთავრებ. Maybe he's a little bit nervous from the eye pops and having surgery. A lot can change. And a lot has been said. So I'm going to leave this one there.